თუ გსურთ, აღმოაჩინოთ ადგილი, სადაც ისტორიული მეხსიერება და ბუნების პირველქმნელი სილამაზე ერთმანეთს ორიგინალურად ერწყმის. მაშინ საჩხერის მუნიციპალიტეტს იმერეთის ამ გამორჩეულ მაღლობს უნდა ეწვიოთ. აქ ზღვის დონიდან 740 მეტრ სიმაღლეზე, მდინარე ყვირილას მარჯვენა სანაპიროზე, გადაშლილია სოფელი ჯალაურთა. ეს არ არის უბრალოდ დასახლება, ეს არის სივრცე, სადაც ჰაერი მუდამ სუფთაა, ხოლო ჰორიზონტზე გადაშლილი ხედები იმერეთის მაღლობის ნამდვილ სამკაულს წარმოადგენს. ჯალაურთა საკუთარ თავში ინახავს იმ კოდს, რომლითაც ქართული სახელმწიფოებრიობისა და ასულიერების ისტორია იკითხება. სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება. ტაძარი ნამდვილ არქიტექტურულ გამოცანას წარმოადგენს. გარედან ის ტიპურ დარბაზულ ეკლესიას წააგავს, თუმცა შიგნით შესული მნახველი აღმოაჩენს, რომ ეს რეალურად სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის სახურავიც მასიურ სვეტებს ეყრდნობა. ეს ტაძარი დღეს სოფლის სულიერი გულია. იგი მოქმედია და აქ რეგულარულად აღევლინება წირვა-ლოცვა. სრულდება ნათლობისა და ჯვრის საიდუმლოებები. სწორედ მის საკურთხეველშია ამჟამად დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზის ისტორიული რელიეფი. ჯალაურთის კულტურული იდენტობა წარმოუდგენელია მისი სულიერი ეპიცენტრის, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის გარეშე. ეს უნიკალური ნაგებობა, რომელიც სოფლის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს, ლანდშაფტიდან მკვეთრად გამოყოფილ, შემაღლებულ ბორცვზეა აღმართული და თითქოს მფარველობს მთელ შემოგარენს. მისი სტრატეგიული მდებარეობა და გორაკის პერიმეტრზე შემორჩენილი გალავნის და თუ მასიური კიბეების ნაშთები ადასტურებს, რომ კომპლექსი არა მხოლოდ სულიერ ცენტრს, არამედ მნიშვნელოვან თავდაცვით ფუნქციას წარმოადგენდა. ეს არის უტყუარი დასტური იმისა, თუ როგორი თავდადებით იცავდა აქაური ხალხი საკუთარ წმენასა და მიწა-წყალს. არქიტექტურული თვალსაზრისით, ტაძარი იმერული ხუროთმოძღვრების კლასიკური ნიმუშია, თლილი ქვით ნაშენი დარბაზული ნაგებობა, რომლის სტრუქტურა ტიპიურია ადრეული შუა საუკუნეების სამლოცველოებისთვის. მცირე ზომის ინტერიერი და აღმოსავლეთით მდებარე საკურთხევლის აბსიდი, სადაც ერთადერთ სინათლის წყაროს ვიწრო სარკმელი წარმოადგენს და განსაკუთრებულ მისტიკურ გარემოს ქმნის. ხალხური გადმოცემით ტაძარი მე-12-მე-13 საუკუნეებს მიეკუთვნებოდა. დღეს ტაძარი დუმს. ისტორიული წყაროების თანახმად 1399 წელს თემურლენგის შემოსევებმა ნაგებობისგან მხოლოდ ნანგრევები დატოვა და შეუძლებელია იმის გარკვევა, იყო თუ არა მასზე რაიმე ფრესკა ან წარწერა. თუმცა იქ მიმოფანტული ქვები უფრო ხმამაღლა მეტყველებენ წარსულზე, ვიდრე ნებისმიერი მატიანე. ჩამოშლილ ნანგრევებში შემორჩენილი უნიკალური ჩუქურთმები და ორნამენტები კვლავ იქცევენ მნახველის ყურადღებას და ცოცხლად ინახავენ იმ დიდებული კულტურის კვალს, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო. ტაძრის ისტორიაში გარდამტეხი აღმოჩნდა 1991 წელი, მიწის ზრის შემდეგ დანგრეული ეკლესიის სამხრეთ ფასადთან. ისტორიკოსმა ავთანდი ლასანიძემ უნიკალური რელიეფი აღმოაჩინა. ეს არის წმინდა ნიკოლოზის გამოსახულება, რომელიც სამეცნიერო კვლევების თანახმად მე-10 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. ნაცრისფერი ქვიშაქვის ფილაზე გამოსახულია შარავანდმოსილი წვეროსანი მამაკაცის სამღვდელო შესამოსლით, რომელსაც ხელში გადაშლილი წიგნი უპყრია. მხრებთან კი ასომთავრული წარწერები წლდაი იკითხება. ეს რელიეფი ადგილობრივი ოსტატების მიერ ქვაზე კვეთის ხელოვნების ფლოვის უბადლო მტკიცებულებაა. სპეციალისტების მიერ გამოკვლეულმა წმინდა ნიკოლოზის ისტორიულმა რელიეფმა ახალი მეცნიერული მოსაზრება გააჩინა. ამ რელიეფის კვლევამ დაადასტურა, რომ ეკლესია იმაზე ადრინდელია, ვიდრე მანამდე მიიჩნეოდა და ის ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეებში აქ არსებულ მძლავრ დასახლებასა და აქტიურ სოციალურ ცხოვრებაზე მიანიშნებს.
სოფელში არის ასეთი მოსაზრებაც, რომ დღევანდელი ტაძარი გუმბათის ნაწილით შეიძლება იყოს და ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიწისქვეშ იმალებოდეს. სავარაუდოდ ეს ტაძარი უფრო მეტ ისტორიას უნდა ინახავდეს. ტაძრის ისტორიული მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ იქ აღმოჩენილი წმინდა ნიკოლოზის რელიეფი სოფლის სიმბოლოდ იქცა. მისი ასლი კი დღეს ჯალაუთის შემოსასვლელს ამშვენებს და ყველა მნახველს ამ მხარის მდიდარ სულიან მემკვიდრეობაზე მოუთხრობს. ქართულ შემოქმედებაში ყველაფერი დიდებული თამარ მეფეს უკავშირდება. გამონაკლისი არც ჯალაუთაა. თქმულების თანახმად, აღმოსავლეთ საქართველოდან ქუთაისისკენ მიმავალ თამარ მეფესა და მის ლაშქარს ლიხის ქედზე გადასვლისას გადაუღებელი წვიმა დააწყდათ თავს. გზა ისე ატალახდა, რომ წინსვლა შეუძლებელი გახდა. როდესაც ჯალაუთამდე მიაღწიეს, მეფემ ჯარს შესვენება უბრძანა. გამოდარებისას მეფემ მოხიბლულა ადგილობრივი ბუნებითა და წყაროებით, რომელთაგან ერთ-ერთს დღესაც თამარ მეფის წყაროს უწოდებენ. თამარს გაოცება ვერ დაუმალავს, როცა ჯარისკაცთა ფეხსაცმლის ნაწმენდი ტალახისგან შექმნილი მიწის გორა უნახავს და სწორედ მასზე უბრძანებია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აგება. მიუხედავად იმისა, რომ თქმულება ტაძრის აგებას თამარ მეფის ეპოქას მიაწერს, ლეგენდის ისტორიული სიზუსტე ნანგრევებში აღმოჩენილმა წმინდა ნიკოლოზის რელიეფმა შეცვალა. მე-10 საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებულმა ამ უნიკალურმა აღმოჩენამ რადიკალურად გარდაქმნა მანამდე არსებული მოსაზრება და დაადასტურა, რომ ტაძარი გაცილებით ადრეული პერიოდის ძეგლია. დღეს ჯალაურთა არის ადგილი, სადაც ყოველი ქვა და წყარო ამაყ ისტორიასა და იმ ფესვებზე გვიყვება, რომელზეც ჩვენი მომავალი დგას.